მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვარ სტუდიაში გზა გასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები თეოლოგ გიორგი გვასალიასთან ერთად. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ წინა გადაცემაში დავიწყეთ საუბარი ქარმელის მთაზე მსხვერპლშეწირვის შესახებ. ისტორიული ნაწილი თითქმის მოვყევით, თუმცა იქ არის კიდევ საკითხები, რომელიც ჩაშლას საჭიროებს და ამ მსხვერპლშეწირვას აქვს ძალიან დიდი დაატვირთვა მისტიური ანალიზი შეიძლება ამისი გაკეთდეს და ვფიქრობ, რომ ამაზე შევჩერდეთ დღევანდელ გადაცემაში და ეს კარგად გავშალოთ რა მოხდა აი ამ მსხვერპლშეწირვის დროს. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ შესაბამისი საკითხავი შეუძლია წაიკითხოს მესამე მეფეთა მე-18 თავში. თქვენ აბსოლუტურად მართებულად ბრძანეთ, ანდრია, რომ ის ამბავი, რომელი ამბავიც ქარმელის მთაზე ხდება, ბევრ ლას მოიცავს, ბევრი რამეა კიდე სალაპარაკო და ჩვენ უბრალოდ ერთი გადაცემის და ერთი შეხების ფარგლებში ამას ვერ ამოვწურავთ, ეს გამორიცხულია. მოდით ახლა ჩვენ რაღაცა შეიძლება გამეორება გამოგვივიდეს. ისევ გავიხსენოთ, ხო, რაღაც დეტალებით ვარ გავიხსენეთ, წარმოუდგენელია ბოლომდე წარმოვაჩინოთ ეს ეპიზოდი წმინდა წერილიდან. ჩვენ გვაქვს ორი მხარე. მეფე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს და რომელიც საფიცარია ხალხი და სამეფო და ელია წინასწარმეტყველი, რომელიც წარმოადგენს ღმერთს და რომელიც საფიცარია სწორედ ეს ღმერთი. ჩვენ წინა გადაცემაზე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ელიას პოზიცია არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს განვითარების და კეთილდღეობის იმას რა ქვია გეგმებს. იმ დროს, როდესაც მეფის აქაბის პოზიცია პირდაპირ ებრძვის და ეწინააღმდეგება ჭეშმარიტების მსახურებასა და იმღერებულებათა სისტემას, რომელიც ეფუძნება ჭეშმარიტი გამოცხადებით რელიგიას. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ქარმელის მთაზე აი ამ დაპირისპირებას განვიხილავთ, ეს დაპირისპირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი სწორედ იმით, რომ ისრაელმა უნდა ნახოს რაღაცა ისეთი, რომლის შემდეგაც მან უნდა რეალურად ცხადად დაინახოს, ვინ არის მაოხრებელი ისრაელისა, სამეფო სახლი თუ ელია წინასწარმეტყველი. ჩვენ მერე ბიბლიის თხრობის კონტექსტში ვნახავთ, რომ ხალხი ამას დაინახავს გარკვეული შიშის გამო ამ პოზიციას ვერ დააფიქსირებს, მაგრამ როგორც კი ამის საშუალება მიეცემა, რეაქცია წამოვა საშინლად ცუდი აქაბის სახლის მისამართით. ეს ცოტა მოგვიანებით. ახლა საინტერესო და მთავარი რა არის? საინტერესო გახლავთ დამოკიდებულება აი ამ პროცესისადმი, რომელიც აქვს ელიას და აქაბისაგან მოწვეულ ქურუმებს, ბაალისა და აშერას ქურუმებს, რომლებიც უნდა წარდგნენ, ასე ვთქვათ, მეფისა და საზოგადოების წინაშე. ჩვენ წინა შეხვედრაზე ამას ვამბობდი და ამის ხაზგასმა მინდა კიდევ ერთხელ მაყურებლების წინაშე, რომ სხვადასხვა საზომით ელაპარაკებიან ერთმანეთს. თუ კი აქაბისათვის ბაალი ძლიერია, ელიასათვის ღმერთი მხოლოდ ძლიერია. ბაალის ძლიერება აქაბისათვის ნიშნავს იმას, რომ ბაალი ელიას ღმერთზე ძლიერია. მაგრამ ელიასათვის ღმერთის ძლიერება ნიშნავს, რომ მხოლოდ ის არის მოქმედი, მხოლოდ ის არის ძლიერი. და არა თქვა სიტყვაზე რამეზე და ვიღაცაზე ან რაღაცაზე ძლიერი. ელიას მონოთეისტური ხედვა ძალიან გვაგონებს და ეს ასეც უნდა იყოს. მოსეს მონოთეისტურ ხედვას და ელიას პოლემიკა ძალიან გვაგონებს მოსეს პოლემიკას. ერთი მხრივ ელიას პოლემიკა აქაბთან, მეორე მხრივ მოსეს პოლემიკა ფარაონთან.
ახლა ყურადღება მივაქციოთ ერთ ძალიან საინტერესო დეტალს. ყურადღება მივაქციოთ მამ ანდრია იმას, რომ ორივე შემთხვევაში, მოსეს შემთხვევაშიც და ელიას შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ ხალხი მივიდეს ღმერთთან. და ორივე შემთხვევაში, მოსეს შემთხვევაშიც და ელიას შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს ამის წინააღმდეგობა. და წინააღმდეგობა ორივე შემთხვევაში გამოხატულია პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების საბაბით. მოდით გავიხსენოთ მოსე. იქ როდესაც მოსე კვეთს გველად გადააქცევს და ქურუმები ილუზიას შექმნიან და ჩვენ მაშინ იქ ვამბობთ ძალიან საინტერესო რამე აღნიშნეთ მაშინ თქვენ რომ არ აღიარება ქურუმების მარცხისა ფარაონს პრინციპულად მნიშვნელოვნად მიაჩნია. რატო? იმიტომ რომ თუ კი ახლა აღიარა რომ მოსეს ღმერთი ძლიერია საქვია ეგვიპტის ფარაონზე და ეგვიპტელ ღმერთებზე მთელი სისტემა უნდა დაინგრეს. მთელი სისტემა უნდა დაინგრეს. ასია აქაბთან დაკავშირებითაც. შეიძლება აქაბმა გარკვეულწილად სხვა სახის, სხვა სტილის პოლემიკა აწარმოოს ელიასთან. ჩვენ ვნახავთ ელიას შედეგი რა იქნება, ელია გამარჯვებული ჩამოვა ქარმელის მხრიდან. მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ აქაბი ბაალის საყვანისმცემლს გააუქმებს. რატო? იმიტომ რომ აქაბიც მსგავსად ფარაონისა ეჭიდება, ებღაუჭება სისტემას, რომელმაც მისი აზრით ისრაელი აყვავების გზაზე დააყენა. ჩვენ ვიცით შედეგი ფარაონის მხრიდან სისტემის შენარჩუნების საბაბით წარმოებულმა ნაბიჯებმა, გადადგმულმა ნაბიჯებმა, რა დღეში ჩააგდო ეგვიპტე. ზუსტად იგივე ემუქრება აქაბის ისრაელსაც. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ საზოგადოების ძლიერებაზე, ქვეყნის ძლიერებაზე, ეს ძლიერება უნდა იყოს არა ეფემერული, არა ბუტაფორიული, არა ისეთი, რომელსაც საძირკველი არ აქვს და ქვიშაზია და პირველივე ტალღის დარტყმისას წაიქცევა და დაიმსხვრევა. არამედ ეს სიძლიერე უნდა იყოს რაღაცა ღირებულზე, რაღაცა მტკიცეზე, მყარზე, რომელიც თაობიდან თაობას შეუნარჩუნდება და ის თავის მხრივ აი ამ სიმყარისა და ამ სიმტკიცისადმი მსახურებას გააგრძელებს. გიორგი, აქ შეგაწყვეტინებ, ესე იგი, აქაბს შენ იმდენად მკაფიოდ ადარებ ფარაონს, რომ ჩვენ შეიძლება წარმოგვიდგეს თვალწინ, როგორც ფარაონი დევნიდა ისრაელს, ეხლა დღეს გამოდის ისე, რომ აქაბი დევნის პრინციპში ჯულის დამცველებს და სულს აი ამ ღვთისმრჩეული ერისა. იმიტომაც ლევიტელები გადაიხვეწნენ იუდეაში, იმიტომაც დაიცალა მქადაგებლებისაგან ისრაელი. აი რაღაცნაირი ესეთი პარალელი პირდაპირ თვალწინ დგება, რომ კი აქ ისრაელია, ისრაელის სახელმწიფოა, თვითონ ეს აქაბიც ჯულით მათიანია, ჯულით კი არა, მოდგმით მათიანია და თავისავე ქვეყანაში დევნის იმ სულს, რომლისთვისაც გამოირჩია ღმერთმა ეს ხალხი. და მიემსგავსა ფარაონს თავის მსახურებით. თუ გახსოვთ მამ ანდრია, ჩვენ როდესაც ელია წინასწარმეტყველთან დაკავშირებით საუბარს ვიწყებდით, იქ მე ერთი ასეთი ფრაზა ვთქვი, რომელიც ახლა უნდა გავიხსენო. მე ვთქვი ესეთი რაღაცა, რომ ელია იმ მსახურებას აღასრულებს, მსახურებას აღასრულა მოსემ. ოღონდ მოსემ ეს გააკეთა ეგვიპტიდან გამოყვანილ უდაბნოში და ამას აქვს დამსგავსებული, ამას გავს ახლა ისრაელი. ის კი არის სართულ მიწაზე, მაგრამ ეს სართული მიწა გაუდაბნებულია, ხო, მენტალურად უდაბნოში არიან. და ჩვენ პრაქტიკულად ხედავთ, აი საუბარი საერთოდ მინდა დავძრა, რომ ჩვენ რატომღაც, ოდესაც ჩვენი მაცხოვარი თაბორის მთაზე თავის ღვთაებრივ და ბუნებით ნათელს გამოუჩენს და უჩვენებს თავის მოწაფეებს, იაკობს, იოანეს და პეტრეს. მასთან ერთად იდგება სწორედ მოსე და ელი. არა ვთქვათ აბრაამი და დავითი, რომელთა შესახებაც ჩვენ ამდენი ვისაუბრეთ და კიდევ უკმაყოფილები ვარ და კიდევ ვერ ამოვწურეთ და ვერც ამოვწურავთ ვერასდროს სავარაუდოდ. არა ვთქვათ ისეთი დიდები, როგორც ისაია და იერემია, ან ეზეკიელი და დანიელია. არა ისეთი საოცრებები, რომლებიც ასევე მოიპოვებიან წმინდა წერილის ფურცლებზე, ვთქვათ ნოეს სახით, აბელის სახით.
არა, მაინც და მაინც ელია და მოსე არიან წარმომდგარები. ძალიან გავს ამ ორის მსახურება. უბრალოდ მსახურება არა, ღვთის მსახურება გავს. ძალიან და ამიტომ რაღაცნაირად აი აქეთკენ მინდა წავიყვანო ჩემი მსჯელობა და ეს პარალელები სწორედ ამიტომ არის წარმოდგენილი. ჩვენ ყურადღება მივაქციოთ კიდევ ძალიან საინტერესო მომენტს. საქმე ის გახლავთ რომ როდესაც ჩვენ მოსე წინასწარმეტყველს ვიხსენებთ, მოსე წინასწარმეტყველთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით რომ ფარაონს შეეშინდება ერთი რამისა. ხალხი არ დაუბრუნდეს თავის ღმერთს, იმიტომ რომ ამ ხალხმა თუ დაიწყო ახლა თავიანთი ღმერთის ერთიანი თაყვანისცემა, ის აუცილებლად თავისუფლებაზე წავა. იგივე ეს ეშინოდა რობოამს, იერობოამს, იგივე ეს არ დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში. იგივე ის არის, აქედან იწყება გაუდაბურება, აქედან იწყება და აქაბი ამას ლოგიკურ წერტილამდე მიიყვანს. აქაბისათვის ახლა ამ შემთხვევაში ბაალის სისტემის დარღვევა და ელიას უპირატესობის აღიარება წარმოდგენილი აქვს როგორც დასასრული მისი სამეფო კარიერისა. რა თქმა უნდა. წარმოდგენილი აქვს როგორც ტრაგედია ისრაელისა. მისთვის ხო ელია მაოხრებელია ისრაელისა. აი ამასაც მივაქციოთ ყურადღება რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება იკვებებოდეს იმ ღირებულებებით, რომელი ღირებულებებმაც განაპირობა ამ ხალხის, ამ ერის იდენტობა. შეინახა, დღევანდელ დღემდე მოიტანა. ამიტომაც ყურადღება მივაქციოთ მამა ანდრია იმას, რომ საკურთხეველს, რომელსაც ააგებს აქაბის მხარდაჭერილი ქურუმთა დასი და საკურთხეველს, რომელსაც ააგებს ელია წინასწარმეტყველი, ერთი საინტერესო ნიშნით სხვაობს ერთმანეთისაგან. ელია 12 ლოდისაგან ააგებს საკურთხეველს. რატო? ისრაელის 12 შტოს სიმბოლოდ. რატო არ აკეთებს იგივე აქაბი? იმიტომ რომ აქაბისათვის ისრაელი 12 შტოს ერთობას აღარ ნიშნავს. ეს ის აქაბია ხალხს და სამეფოს რო აფიცებს, მის წინ წარდგომილებს, ხალხი და სამეფო აქვს აფიცად გამხდარი, მაგრამ ეს ხალხი და სამეფო იდენტობა დაკარგულია, ეს სხვა ხალხია. სხვა სამეფოა. ეს არ არის ღმერთმა რო შექმნა ის ისრაელი. ეს აქაბმა რო ჩაიბარა ის ისრაელია. სად ინახება ამ ხალხის იდენტობა? რა ინახავს ამ ხალხის იდენტობას? ღვთისმსახურება. ღვთისმსახურებისაგან დაცლილი, ღირებულებათა ჭეშმარიტ ღირებულებათა სისტემისაგან გაუწყობებული საზოგადოება ვერ ინახავს, ვერ ინარჩუნებს იდენტობას. იმ დროს, როდესაც სწორედ ღვთისმსახურებაში, ამ ღირებულებათა სისტემაში არის რაღაცა ის საგანძური, რაღაცა ის საცავი, სადაც მე ამ იდენტობას ვინარჩუნებ და ვინახავ. ზე მაყურებელმა ისმენს რა ძველი ბიბლიური ისტორია შეიძლება ზოგჯერ იგულისხმოს, რომ ჩვენ თითქოს დღევანდელობაზე ვლაპარაკობთ. ბიბლიის სასწაულთ მოქმედების ჩვენ თვალწინ პირდაპირ იშლება ეს სურათი, ხო? ბეტონო ასასია. და ახლა კიდევ მოდი გავიხსენოთ ერთი დეტალის, რომ აი თხრობა გავაგრძელოთ, ხო? რაღაცნაირად. მოსემ რა გააკეთა? მოსემ 12 სვეტი აღმართა და ამ 12 სვეტის საკურთხეველი დაკლა საკლავი და ამ სისხლის რაღაც ნაწილი დააღვარა იმის ქვემოთ საკურთხევლის ძირში, ნაწილი ასხურა ისრაელს, რომ ეს არის აღთქმის სისხლი, რომელიც დღეს ღმერთმა დაგიდოთ თქვენ და აი ამ სხურებით ხალხისაგან მივიღეთ ეროვნული იდენტობა, რაღაცა ნაცია, რომელიც სინასთვის კანონმდებლობით იქნა გამოძერწილი და ჩამოყალიბებული. სუსტად იგივე საკეთებს ელია. 12 ლოდი უნდა ფიგურირებდეს, რადგან ელია მსახურობს არა იმ ისრაელში, რომელიც ისრაელის აქაბს აქვს, რამეთ ელია მსახურობს იმ ისრაელში, რომელიც ისრაელის ღმერთის არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ თუ კი ისრაელი არ დაუბრუნდა ამ აზროვნებას 12 სვეტისა, რომელიც ერთი საკურთხევლის გარშემო უნდა იყოს შემოკრებილი, ისრაელს ვერ გააერთიანებს ვერაფერს. სხვა გეგმა აქვს აქაბს. ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია, იმიტომ რომ ჩვენი საუბარი ერთი მიმართულებით მიდის, მაგრამ ბიბლიაში თხრობა პარალელურად წარმოებს და აქაბის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა თავის თავში გულისხმობს იუდა სამეფოსთან დამეგობრებას
კეთილმეზობლურ ურთიერთობას განსხვავებით იერობოამის სახლისა და მზაქვემის წინამორბედის სამეფო სახლისა და რა ძალიან მნიშვნელოვანია, აი აქ ამ შემთხვევაში ეს მეგობრობა ძალიან დიდ საფრთხეს დაუდგება იუდას სამეფოს და ვერანაირ შედეგს და არაფერ ხელსაყრელს არ დაიტოვებს ისრაელი, ვერანაირ ნაყოფს ვერ მიიღებს ისრაელი. აი ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, უნაყოფოა აქაბის პოლიტიკა და ნაყოფის მიღება შეიძლება ელიას სახურებაში, ელიას ხედვაში. რატო ვამბობთ ამას? ამას იმიტომ ვამბობთ, რომ მოსეს დროსაც ასეთი რამ იყო. მოსეს ეუბნებიან ასეთ რაღაცას, ვინ გეხვეწებოდა რა თავისუფლებარი, რა ღვთისმსახურებარი, საფარაონი დაუმძიმებს მათ იმას. და მოსე მიუბრუნდება ღმერთს და ეტყვის, რატო უბოროტეო, მე რატო გამომგზავნეო? და იქ იწყებს ღმერთი სწორედ 10 სასჯელის რეალიზებას და იქ იწყება სწორედ ძალიან საინტერესო პროცესი. ხალხმა უნდა გაიგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამე, რომ შენი ხვალინდელი დღე თავისუფლებაშია და ეს თავისუფლება ღვთისმსახურებაშია. ეს თავისუფლება არის რაღაცა არა პოლიტიკურ სოციალურ პროგრამებში, არამედ ღვთისმსახურებაში. ეს არნიშნავს თავისთავად ცხადია მამა ანდრია იმას, რომ ხალხს და სახელმწიფოს სოციალური პროგრამა არ უნდა ქონდეს, პოლიტიკური პროგრამა არ უნდა ქონდეს, განვითარების ხედვა არ უნდა ქონდეს და საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვექტორებს არ უნდა განსაზღვროს. ყველა ეს ინსტიტუციონალური ცხოვრება უნდა ქონდეს ქვეყანას, სხვანაირად ვერ იცხოვრებს. მოსია, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას დაადგენს, მოსია, რომელიც საზოგადოებას დაადგენს, მოსია, რომელიც თავისი იმიდა რა ქვია სამოღვაწეო სივრციდან აი ამ უფლება მოვალეობებს და ვალდებულებებს ჩამოეხსის და სხვას გადაუნაწილებს. სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივ სიმტკიცეს, საზოგადოებრივ სიმტკიცე უნდა ეფუძნებოდეს იმ ღირებულებათა სისტემას, რომელიც მოცემულია იმ გამოცხადებით, რა გამოცხადებითაც ღმერთმა ამ ხალხს თავისი იდენტობა ჩამოუყალიბა. აი ეს უნდა გაიგოს ხალხმა, საზოგადოებამ და სწორედ აი ამის გასაგებად წარმოებს ეს საკურთხევლები და ეს პოლემიკა და ეს ყველაფერი სინამდვილეში ამას ითვალისწინებს. ახლა შემდეგ იმასე გადავიდეთ, დეტალზე გადავიდეთ, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. ეს უშუალოდ ცხვრებშეწირვაზე ვლაპარაკობ. ცხვრებშეწირვაზე ვსაუბრობ, ანუ ჯერ როგორ არის მამა ანდრია, იცით, აი ჯერ არის მიმართვები. ჯერ საკურთხეველიც არ აგებულა, ხო? ჯერ არის მიმართვები. ელი ასეთ რაღაცას ამბობს. ისმინეთო ისრაელს მიმართავს. ისმინეთო. თუ უფალია ღმერთი, მას გაყევით. თუ ბაალია, მას გაყევით მაშინ. ეს გავგებარია ცოტა. ეს უნდა გავშალოთ ეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. აი ამ ერთ წინადადებაში მამა ანდრია მთელი ეპოქა დევს. ყველაფერი დევს ამ ერთ წინადადებაში. როდესაც მოსე წინასწარმეტყველი ქორების მთაზე ღმერთს ესაუბრება, ანუ ღმერთი მოსეს ესაუბრება, მოსეს თამას ეკითხება რა უთქვაო ისრაელს. მე ღმერთი მაგზავნისო შენთან. და ღმერთი ეუბნება მოსეს, რომ ჩადი და ისრაელს უთხარი, რომ გაგზავნის შენ, ვინც არის მყოფი, არსებული, ანუ იახვე. და ცოტა მოგვიანებით განმარტება იქნება მამა ანდრია ასეთი, რომ შენ მამა პაპას არ გამოვცხადები ვარო ამ სახელით. რა სახელით ეცხადება ის მათ? აი აქ ერთი წუთით ყურადღებაა საჭირო. ისეთ აი ქართულ ენაზე ეს რო გავიგოთ, უნდა აი ეს სემიტური ენის თავისებურება საჭირო, ხო? ნახეთ. ელ შადაი ღმერთი ყოვლადწლიერი. ელი სიტყვა ფუძე ელი. გადმოტანილია სიტყვით ღმერთი, ტერმინით ღმერთი და ელი გახლავთ ფუძე, რომლიდანაც აი ამ კულტურაში, ამ ენებში ღვთაება აღინიშნება. აქედან მოდის ელი, ალი, ალაჰი, ამას ნიშნავს. ფუძე არის ეს ელი. ახლა ნახეთ რა არის საინტერესო. რატო ეუბნება ღმერთი მოსეს, რომ ელით კერძი ჩავიდეს მოსე და უთხრას, რომ მამათა ღმერთმა, მამათა ელმა, ანუ მამათა ღმერთმა, არა, მამათა ღმერთმა მარტო არა. ის ელი, რომელიც ეცხადებოდა აბრაამს, ისააკს და იაკობს. ეს ფუძე იქ მყოფ ხალხებს, სემიტ ხალხებს, ქანაანელებს და ასე შემდგომ. ხო არ აქვს დავიწყებული. ამ ელს,
ბევრი წარმართული მინამატი გაუჩნდა. ანუ ჩვენ რო ელს ვამბობთ, ეს არის ღმერთი. ბაალი რა არის? ბაელ. ანუ მამა ელი, მამა ღმერთი. ასე იკითხება. ბაალიც აქედან არის. ასე იკითხება. ამფუძეზეა. ხო, ახლა როგორ ფიქრობთ ახლა მამა ანდრია თქვენ რომ ისა რა ქვია, უცებ ისრაელი ადგა და აღარ გვინდა ხარები, ახლა ბაალი იყოს, აღარ გვინდა ღმერთი ახლა ხარ. საკუ არა იყო იქ. ხო, ამას ერთი ხაზი აქვს, საიდანაც აი ეს სიცოცხლე. ჩვენ სწორედ ამ გზაჯვარედინებზე რომ ლაპარაკობთ, ეს ხაზი იყო სწორი დასაჭერი. ამას ვამბობდით ჩვენ რომ გავს რაღაცა უცხო არ არის, ბევრია საცდურია, იმიტაცია რაღაცის და სულიერი სიფაგიზე ვის ეყო და ვის არ ეყო ამ გზაჯვარედინზე გავლისას. ხო, ეს არის ძალიან შრომ ნახეთ, ანუ ეს ისე ველია მოსეს იმ აალვებული მაყლუვალიდან ელი ელაპარაკება, ელი. მაგრამ მეუბნება რომ ჩადი და ისრაელს უთხარი რომ ეს ელი, რომელიც თქვენ მამებს ეცხადებოდა, არის იახვე. ქართულად ვთქვათ, ეს ღმერთი, რომელიც თქვენ მამებს ეცხადებოდა, არის უფალი. ელი ითარგმნება ღმერთად და ეს კირიოს, რაც ბერძნებმა თარგმნეს, იახვე, კირიოსად თარგმნეს, ის ითარგმნება უფალი. ღმერთი უფალი ნიშნავს სწორედ ამას. ელი იახვე, იახვე ელია. სხვაგვარად რო ვთქვათ, მამანდრე ამას მივაქციო ძალიან დიდი ყურადღება. იქ რომ მიხვალ აღთქოლ მიწაზე მამების ელი რო არ შეგეშალოს წარმართულ ელში, ანუ მამების ღმერთი არ შეგეშალოს წარმართულ ღმერთებში. ნამდვილი ელი, ანუ ნამდვილი ღმერთი არის ის, რომელიც განიმარტება იახვეთი, ანუ უფალით. აი ეს არის აბრაამის ელი, ისააკის ელი, იაკობის ელი. დანარჩენი ელი, ბაელი იქნება თუ რა იქნება, ეს მამინაცვალია, უცხოა, კერპია. ნამდვილი ელი, მამათა ელი, ანუ მამათა ღმერთი, მხოლოდ ის არის, რომელთანაც დგას იახვე. ანუ დგას ძეებთან მისული გამოცხადება. რაღაცა აზრით, მამების ღმერთთან რომ მიხვიდე, ძეების ღმერთით უნდა განმარტო ის. მამა რო გაიგო ვინ არის, ძით უნდა მიხვიდე მასთან. ელი განიმარტება იახვეთი. ელი, ნამდვილი ელი, თუ გინდა არ შეგეშალოს, იქ იახვე უნდა იყოს. ნამდვილი ღმერთი რო არ შეგეშალოს, იქ უფალი უნდა იყოს. საქმეც ამაში, ამას ამბობს მაცხოვარი, მამასთან ვერ მიხვალჩებს გარეშე. მე ვარ ის. თქვენ ბევრი მამები გყავთ, მაგრამ ნამდვილი მამა მხოლოდ ის არის, რომელიც ჩემით განიმარტება. ნამდვილი მამა მხოლოდ ის არის, რომელსაც მე კი გადაგად, რადგან მე ვარ ძე მამისა. ყველა მამა, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, თქვენ მამად, უჩემოდ მიგაჩნიათ მამა და უჩემოდ რაც მამად მიგაჩნიათ, ის მამა არ არის. ის სიცრუე, ის კერპია. იესოა სხვა ელია. ღმერთი, ნამდვილი ღმერთი, უფალით, კირიოსით, განკაცებული ღმერთით განიმარტება. და ამას ეუბნება ელია ახლა მთაზე. თუ იახვია ელი, მაშინ გაყევით ამ ელს, რომელიც იახვია. და თუ ბაალი, ანუ თუ ბა არის ელი, ანუ თუ ბა ეს ბაალია ღმერთი, მაშინ იმას გაყევით. ყურადღებით, რასაკეთებს ელია? ელია ისრაელს ახსენებს აიმ ღმერთს, რომლის სახელითაც მოსე ჩავიდა ეგვიპტეში. ეს სწორედ ის არის მამა ანდრია, რომელიც თაბორის მთაზე დადგება და თაბორის მთიდან უნდა გოლგოთის მთაზე ასასვლელად მოემზადოს. აი სწორედ ამიტომ თაბორის მთაზე გავიხსენოთ, დგას მოსე და დგას ელია. და საუბრობენ რაზე? საუბრობენ იერუსალიმში მოსახდენ ამბებზე. და რაზე საუბრობენ სინამდვილეში? საუბრობენ რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში რა კარებზეც აკაკუნეს. მოსე ეხვეწება ღმერთს, ევედრება ღმერთს, მახილვებინეო შენი დიდება. ვინახარო, მანახე შენი თავი, დამენახე ვინახარო. რაღაც იმას აჩვენებს. და თაბორის მთაზე მოსე და ელია
მთლიანად ხედავენ დიდებას ღვთისას ძის სახით. შესანიშნავი განმარტება. ხო, ეს არის ამიტომაც არის რომ თაბორის ამიტომაც მე ვამბობ რომ გოლგოთა უნდა ჯერ ახვიდეთ ქორებზე, მერე ქარმელზე და მერე თაბორზე. აი ამ სამი მთიდან უნდა დავინახოთ გოლგოთა. გოლგოთის საიდუმლო არის აბსოლუტურად ძალიან ზედაპირულადაა დანახული თუ ამ სამი მთიდან არ გადახედავ მას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გაიგოთ მაცხოვრის სიტყვები მამაო შეუნდევ მაგრამ თუ არა იცი არა საიქმან. იმ მამას მიმართავს. მე არ წარმოვიდგინე თუ ჩვენ დღეს ამას განმარტავდით, ძალიან საინტერესოა. ნამდვილ მამას მიმართავს. არა მამინაცვალს, არამედ იმ მამას, რომელმაც თავისი ძე მოავლინა ჩვენთვის. სწორედ ამ ძით ეხმიანება მამა მოსეს, ამ ძით ეხმიანება მამა ელიას, ამ ძით ეხმიანება მამა ესაიას და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ამ თავისი მარადიული სიტყვით. და ახლა ელია ამას ეუბნება მთელ ისრაელს. საკურთხევლებს აგებენ და ელია შესთავაზებს რომ პირველად სახურება დაიწყონ ქურუმება, რომ შემდგომ იცის ელიამ რომ პასუხის მოცემა მოხდება მხოლოდ ამ საკურთხეველზე. ანუ იქ ისეთი ცეცხლი იქნება და აქ ასეთი ცეცხლი იქნება კი არა, ცეცხლი იქნება მხოლოდ აქ. ელია იხსენებს რომ ეს მოხედვა, როგორც უფალმა აარონის დროს გააკეთა, დავითის დროს გააკეთა, ასე გააკეთებს ახლა, რომ ნამდვილი მოქმედება, ყალბი მოქმედება და ეს კი არა, ერთადერთი მოქმედება იქნება აქ. და შემდგომ ქურუმება რო არა თქვა რომ ჩვენი ღმერთი გაგვიჯავრდა, იმიტომ რომ უპირატესობაში ჯერ მათ აღასრულებინებს ყველაფერს. და ისინი ტახტიან შუადღემდე იმაშვებიან, ისერავენ აი ამ შუბით და დანით თავისი წესისაებრო ეს საიყო მამანდრეცით ეს დასერვა, ტანეს დასერვა. სისხლი წარმოადგენდა ძვირფას რამეს, სისხლის ღვრა წარმართებშიც ჰქონდათ ეს ხსოვნა, რომ რაღაცა სისხლი უნდა დაიყვაროს, ძვირფასი სისხლი უნდა დაიყვაროს და ძვირფასი სისხლის ღვრა ღვთისაგან იმას აქვია რეაქციას იწვევს. ამიტომ იყო რომ იმას აქვია არსებობდა სისხლის ფასი. სხვა ფასი ქონდა გლეხისის და სხვა ფასი ახლა რო ამბობენ ის აქვია ადამიანის ხელშეწირვა რო იყო მამანდრეს იმას კი ანიშნავს აქვია ადამიანს შევიდოდნენ ყანაში და ვიღაცა გლეხს და იმას ბავშვი წაართვავდნენ და დაუკლავდნენ იქ კებს ამას კი ანიშნავს ღმერთს ვინ კადრებდა უბრალო სისხლს არა ის ხელშეწირვა რო ხდებოდა ძვირფასი სისხლი უნდა დაღურილიყო დიდგვაროვანი ამას გულისხმობდა სწორედ დიდგვაროვანი ვალდებული იყო შვილები გაიზარდა სწორედ ამ სისხლის აღურელად რაღაცა ცხენს რომ მოხდებოდა და გერბები ეკერა და დროშები ეფრიალებდა იმიტომ ნამდვილი დიდგვაროვანი ამას ნიშნავდა იმიტომაც იყო ის დიდგვაროვანი რომ შეეძლო შვილები გაიზარდა სისხლის აღურელად და აი ეს ყველაზე ძვირფასი სისხლი რომელი იყო ყველაზე ძვირფასი სისხლი იყო ღვთლის სისხლი ქურუმის სისხლი და შემდგომ ამაზე უფრო მეტად ძვირფასი სისხლი იყო უზენაესი ქურუმის სისხლი ხო მეფის სისხლი ხო და როდესაც მოციქულები მოდიან ჩვენთან არა მარტო ჩვენთან ამ წარმართულ სამყაროში და ქადაგებენ რომ ღმერთმა თავისი ძის სისხლი დაღვარა ყველა წარმართი ამას ისმენს ამნიშით რომ ამ სისხლის ღვრას რაღაცა უნდა მოყოლოდა ვინაიდან ეს არის ყველაზე დიდი სისხლი ყველაზე ძვირფასი სისხლი და ამიტომ წარმართები ცოტა სხვანაირად უსმენენ ძის სისხლის ღვრას ჯვარზე ვინაიდან ისინი რაღაც სხვა რამეს ელოდებიან აი ამიტომაც ეს ქურუმები როდესაც აი ამ იმას შვებიან ხო აი როდესაც აი აშკარად პასუხი არ არის აშკარად ის არ არის გადადიან ეგზალტაციაზე გადადიან აი ამ ფანატიკურ იმაზე და უკვე სისხლის ღვრას იწყებენ რომ რამენერად გამოიწვიონ ბაალის თანადგომა და წმინდა წერილში საოცარი ირონია ელია წინასწარმეტყველისგან ცოტა ხმამაღლა უყურეთ რომ შეიძლება უგზაშიაო ან დაიღალაო ან ჩაეძინაო საოცარი ირონია. აი ეს ირონია თავისთავში გულისხმობს აი ამ ელემენტს, აი ბიბლია არ გაურბეს იცით ამ ირონიას და აფიქსირებს კიდევ აი იონა წინასწარმეტყველის შემთხვევაში გვექნება მსგავსი რაღაცა, ხო? არა, ამ მსგავსი არა, მაგრამ თქვა ასე გამოხატულება. და ელია ეუბნება ცოტა ხმამაღლა იმას აქენეთო და შეიძლება დაეძინა გზაშია უნდა რა.
ხა ეს სცენარი წარმოვიდგინოთ ხო? ელია, ესე იგი, მარტო დგას აი ამდენი ქურუმების წინაშე და ამდენი საზოგადოების წინაშე. რაღაცა სიახლეს ეუბნება ამ საზოგადოებას, რომელსაც გაიხსნის წინ დაავიწყდა ეს სიმართლე და მარტო უნდა ეს ტვირთი ზიდოს. კი, და აი გვახსენდება რომ წარმოვიდგინოთ სცენა, ხო? აი მეფეა იქ მოსული, მთელი ეს ელიტა სახელმწიფო მართვის საზოგადოება, ქურუმები 850 მარტო ქურუმია. ხო, 850 ქურუმია და ეს მარტო კაცი დგება სამსხვერპლოსთან. ივანე თლივსემელი აგვახსენდება სწორედ რომ გამოვიდა აი უდაბნოში ხახაღადების და უდაბნოსაში რა იყო. საქმე ვიღაცა გამოჩ ვინ არის რა კარგად დავართ რომთან მოლაპარაკებულები ვართ ყველა კმაყოფილია და ნუ რა არის ახლა რა არეულობა შემოგვიყვანს ახლა დღევანდელ დღესაც უბრალოდ იგივეა ნუ კარგი რა ახლა ვიყოთ ამ რელიგიის და ღმერთის გარეშე ხო ვერ ვიქნებით ხო ვერ ვიქნებით უბრალოდ ადამიანსაც წარმოუდგენელია შენ ამბობ რომ ვიყოთ ამის გარეშე შენ თვითონ იგონებ უკვე რაღაცა რელიგიას და კაცობრიობა იცის ბევრჯერ რომ გამოგონილ რელიგიას საშინელებები მოაქვს და აი აქ აი სურათი რომ წარმოვიდგინოთ აი დაქანცულ დახოცილი ქურუმები ერთმანეთის გორდით ყრიან და ნუ ვერაფერი ვერ გააკეთეს დასისხლიანებული ამათი სისხლით წავსია ვერაფერი ვერ გააკეთეს და მამის მერე იწყებს ელია თავისი სვადლის მომზადებას და ერთად აშენებენ 12 ლოცს ერთად იმას ისავენ ერთად აი რაღაცა ელია მარტო იყო ახლა მარტო არ არის ახლა ეს ხალხი ელიას უყურებს თხრილ შემოავლებინებს ოთხჩაფ ვედროთი წყალს სამჯერ გადაასხვა ხო დაასვენებს მსხვერპლსაც ეს თხრილი თენა დამოივსება თხრილი ხო წყლით არის ავსე და ელია დაიწყებს ლოცვას აბრაამის, ისააკის და ისრაელის, არა იაკობის, არამედ ისრაელის ღმერთის წინაშე ამას ხალხს მისამოწ წმინდა წერილი, როდესაც აი ისრაელის, ანუ ამის ერთობის მოხსენება უნდა სხვადასხვა თავისუფლად იყენებს სხვადასხვა ტერმინს, ეუბნება რომ აი უთხარესო უთხარი იაკობს, ასე უთხარი ისრაელს. პარალელურ ტერმინს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, წმინდა წერილში ეს გადანაწილებულია. თუ კი ღმერთი წინასწარ ეუბნება რომ ასე უთხარი იაკობს, მამხილებელ სიტყვას უფრო ველოდებით. მაგრამ თუ კი ეუბნება ასე უთხარი ისრაელს, რაც ბანუგეშებელ სიტყვას ველოდებით. აი ახლა წმინდა წერილში არის ისრაელი სიტყვა ტერმინი ისრაელი გამოყენებული. რადგან ელიას სავსეა იმ იმედით რომ აი ახლა აქ მოხდება მნიშვნელოვანი რამ. ნახეთ მამანდრია რა მნიშვნელოვანი რომ ეს არის ისრაელი რომელიც შექმნა ღმერთმა. მე არა. ის შენ ისრაელს. აი გახსოვთ ხო მოსეს ეუბნება ღმერთი ჩადი ძირს რადგან გაიყვა შენი ხალხი და მოსე რამდენს ლოცულობ ჩემი არა შენი უნდა იყოს ეს ხალხი შენი ნახეთ აგანსხვავება მამანდრია აკაბსა და ელიას შორის ხო აკაბისათვის ისრაელი მისია ელიასათვის ისრაელი ღვთისაა დავით მეფისთვისაც ესე იყო რომ გადიოდა საბრძოლველად ვინა ოხრებს ახლა ისრაელს ელია თუ აკაბი ნახეთ აი როგორ ტყუდება ადამიანი აი ამ იმით რა ქვია დროებითი კეთილდღეობით და თვალს როგორ უბავს იმ დროს როდესაც მთელი შინაარსი ილიას მსახურებისა ისრაელის კეთილდღეობისკენ არის აი მარტო მაგ შეხედულებაში ჩანს რომ ვინა ოხრებს ხო თავისთავად ცხადი ახლა ნახეთ რა არის საინტერესო რომ ღმერთი მოხედავს ელიას ლოცვას და ცეცხლით აი ამოლოკავა ეს წყალი ეს ამოაშრე ქაულობა და დაიწება წარმოიდგინეთ ხალხი უყურებს ამას ხლა არ ვიცი დღეს ბევრი მაქილიკებელი იქ რომ მდგარიყო რა სიტყოდა ალბათ იმ ცეცხლის გარდამოსვლის ქილიქსაც დაიწყებდა მაგრამ იქ ყოველ შემთხვევაში ხალხი მიხვდა რომ სრულიად მიხვდა რომ ღმერთმა მოხედა სწორედ ამ სხვებს თავისი ცეცხლით ზეციური ცეცხლით მოხედა ამ სხვებს და მოხდება ისე რომ ელია აი ამ 850-ვე ქურუმს კიშონის ხევში ჩაიყვანს და ამ ხალხთან ერთად აი ქვემ მოაკუთინებს ეს იყო გამანადგურებელი დარტყმა რომელიც ელია მიაყენა იმ ოფიციალურ პოლიტიკას რომელ პოლიტიკასაც აკაბისა და იეზებიელის სახლი აწარმოებდნენ ისრაელში და რაც ძალიან ძიმედ უჩნდებოდა და დაუჩნდება კიდევაც ისრაელს ეს იყო
განცხადება სამეფო კარის წინააღმდეგ, ეს იყო ნაბიჯის გადადგმა სამეფო კარის წინააღმდეგ, რაც აი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდას გავდა. აი ასეთი გაბედულობა, ასეთი სითამამე აბდიას შეშინებულმა აბდიამ წინა გადაცემა გავიხსენოთ, შეშინებული აბდიამ არც ისახა როგორ უთხოვ რომ მოვადარგნახოსო, ამისიც კი ეშინიათ. და აი აქ ელია ისეთ რაღაცას აკეთებს, მთელ ამ სისტემას თავზე დაალეწავს აქაბს. და ხალხი დაიწყებს ყველას, რომ უფალია ღმერთი, ანუ იახვია ელი, არა ბაალი, არამედ ელი არის იახვე. და მოხდება აი ამის საოცარი გავრცელება ხალხში. საინტერესოა დასასრული ამ ამბისა. დიახ. ელია ეტყვის აქაბს წადიო საზაფხულო რეზიდენციაზე მიუთითებს ისრაელის პროფესორ წმიმის ხმა ისმისო. ელია უყურებს აქაბს. ელია მობადეთ აქაბი უყურებს ელიას და აქაბაც ხო ნახაია სრულიად განიარაღებულია. სრულიად აი ფარაონი რო ეტყვის ბოლოს მოსესო წადი და ჩემთვისაც ილოცეთო. ესეთ მდგომარეობაში აქაბი. და აქაბი თავის ეტლზე დაждდება და მიდის სახლისაკენ, ისრაელის სახლისაკენ. აი ჩვენ გვაქვს რედაქცია, საოცარი რედაქცია. აქაბი ხო ეტლით წავიდა, ელია აქ დარჩა. აქაბი რო ჩავიდა, ელია იქ დახვდა. ამაზე ამბობდი შენ მაშინ. იმას რა ქვია, წინა გადაცემაზე ამაზე მიუთითებდი, რომ აი არის რაღაცა მომენტები, რომელიც აუხსნელია. აი სულმა წარიტაცა და იქ იმასაკნა. ახლა საბოლოოდ უნდა დავასრულოთ, თავის მსახურს ეუბნება ელია, გამოჩნდა ელიას მსახური. საიდან არის მსახური? თქო დაყვება ის. ხო, ეს არ ვიცით. ხო, ამ პერიოდში დაყვება, არ ვიცით ესეთი რაღაც. ხო და ეტყვის, რომ აი ელია როგორ ლოცულობს, იცით? თავი ჩადო მუხლებში და გაწვა მიწაზე. როგორ ვფიქრობთ, აი რა ფორმაა ლოცვის ფორმაა ეს? ხო, უცნაურია. ძალიან უცნაური ფორმაა, ხო? ეს არის რაღაცა ისეთი ფორმა, რომელიც არ იმაშვება, რა ქვია, რაღაც აი თითქოს და მუხლებში არ გვხვდება სხვა. ხო, არ გვხვდება, ასად არ გვხვდება. და ელია ეტყვის თავის მსახურს, წავიდეს გახედოს ცას, გახედავს ცას და ეტყვის, რომ არაფერი არ ჩანს, 7 ჯერ გააკეთოს იგივე ამ შვიცეგან და ჩანსო ღრუბელია ნების ხელა ეს კაცის მუშტის ხელა და ელია წინასწარმეტყველი აი ამ ლოცვის შედეგად ღმერთი მოიღებს წყალობას და დიდი წვიმა მოვა მთელს ისრაელში და ეს იქნება მანიშნებელი იმისა რომ ამ წვიმამ დააცხრო ის ცეცხლი რომელიც საკურთხეველზე იქნა აღზებული როგორც სიმბოლო იმისა, რომ თუ კი ამ საკურთხეველთან შემოეკრიბება ისრაელი, დაცხრობილ იქნება რისხვა, რომელიც ბაალების შემოტანის გამო შესაძლოა ისრაელში აანთოს უფალმა. გიორგი, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო განმარტებაზე გავედით დღეს ამ მსხვერპლშეწიროსთან დაკავშირებით, მოსე და ელიას თაბორის მთაზე დგომის ესეთი სიღრმისეული განმარტება. იშვიათად სადმე შეხვდება ადამიანს. დიდი მადლობა ამისათვის. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვთ და დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი საკითხავის წაკითხვა შეგიძლიათ მესამე მეფეთა მე-18 თავში. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.